გამარჯობათ მშვიდობისა მეგობრებო. დღეს არის 6 ივლისი და ახლა არის 5 საკლია 10 წუთი. მოკლედ ერთი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომ ახლა ამის შემდეგ ინფორმაციის შემდეგ დენის გათიშვის ამბავსაც მოგიყვებით, მაგრამ მანამდე დავდებ ამ ინფორმაციას. ესე იგი გასთა რაღაც იმედი, რომ ჩემი დაკარგული ფაილები აღდგეს, ნაწილობრივ მაინც. არის იმ ნაწილობრივში ძირითადად იქნება თუ არა ეს არავინ არ იცის. მაგრამ საჭირო არის დონორი. ესე იგი ლაბორატორიაში არის გადაგზავნილი დისკი, პარი დისკი. და ზუსტი ანალოგი ჭირდება. 2013 წლის არის გამოშვება. მე აი ამ ვიდეოს შემდეგ დღეს ფოტოს დავდებ იმ დისკისა და თუ ვინმეს აქვს ასეთი ეს ახლა ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებელს ეს არ აქვს, რა თქმა უნდა ეს არის ვინც კომპიუტერებს შლის და ასე შემდეგ და ვინც აკეთებს იმად ექნება და თუ ვინმე არის აქ სამეგობროში ან გამიკითხვეთ თუ თვითონ აქ მეტყვის და ის უნდა გადაალაგონ იქით რა მოკლედ რაღაც ოპერაცია არის გასაკეთებელი და თუ არის ვინმე გთხოვთ რომ შემატყობინოთ რომ გადავგზავნო იმას რა ქვია ლაბორატორიას რომ იქნება რაღაცა გამოვიდეს 50% მაინც აღდგეს. ნახოთ, არ ვიცით. ჯერჯერობით. ეხლა კი იმაზე რომელიც შეგვირდით წინარე ლაივში რომ შუქის ამბავი. ყველაზე საინტერესო რომელიც ხელმეორე ჩაქრა გუშინ იყო თუ გუშინ წინ ღამით. ხელმეორე ჩაქრა ისე მთელ საქართველოში. და ეხლა შენ რო გამოხვალ მაგას მეგობრებო. და მეორე დღეს გამოაცხადეს რომ კაცო ტესტირება ქონდაო იმაში რა ქვია ენგურგეშიო და აი ესე უჩხაჭკუნებდნენ ეთყობა ანცადე გაცვეთ უჩხაჭკუნებდნენ ეთყობა ტესტებს ტესტავდნენ რაღაცას გამიგედო ზამეგანია გააკეთა კაცო შენი ზამეგანია მოვიდა კაცო მოკლედ ჩართვა და თუ რა მთელ საქართველოში ჩაქრა მთელ საქართველოში რომელიც ენგური არ ამარაგებს მთელ საქართველოს. ეს იცოდეთ ხარ. ენგური არ ამარაგებს მთელ საქართველოს. ესეთი, მეორეთი და თუ რამე კიდე მოხდება სახელმწიფოში, ქვეყანაში, ხო? მაშინ ავტომატ ესეთი რაღაცა რომ მოხდეს, ხო, მთლიანად ითიშება, ხო? მაშინ ყველას აქვს თავისი სარეზერვო აი ფონდი ვიდრე ვთქვათ. გამიგეთ? აი ესეთი სარეზერვო, საიდანღაც უნდა კონდეს დენის აღდგენის, ანუ მისი გადაბალანსების, ასე ვთქვათ, რაღაც რეზერვი, საიდანღაც. მეტად არ შეიძლება ეს ასე არ ხდება ხალხი. გესმით? მაგრამ ეს მოხდა ყველგან. რადარ არ მოიფიქრეს, ნუ ჯერ ხალხმა იფიქრა, 1000 რაღაცები მითხარა, მოთხარა ხალხმა რა იცის. მაგრამ თავიდან იყო პირველ რო გათიშეს მაშინ იყო საინტერესო კაცო. ესე იგი ისე იმათაც კიდე ენგურიო თქვეს. მერე აი 5 დღის უკან კიდე არ იყო კაცო 3 დღის უკან მე მგონია ოფიციალური დაასკვნა დადეს ის რა ქვია ის ენერგოპროდან კიდე გამოვიდნენ და ტელევიზიით გამოვიდნენ და დაასკვნეს თურმე გამოძიებით ამდენი ხანი დაასკვეს გამოძიებით რაც აბსურდია ამას არ უნდა ამდენი ხანი გამოძიება საერთოდ უნდა როდესაც აი ეგ დაფაზე ხედავს ყველაფერს სად რა გადაიწვება თუ ჩაწყდება თუ ანძაც აიქცევა თუ რაც მოხდება მოკლედ ჩართვა თუ ჯანდაბა და ჯარხანა ხო და თქვენს ასეთ რამ იმერეთის იმანო რა ქვია რაღაც ქსელია თუ რაღაც იქო მოხდაო რაღაც შეფერხებაო და ამის გამო ნუ გაი ესეც გვაჭამეს ვითომ და ამის გამოცხადება იყო და მეორე თუ მესამე დღეს აგერ ისევ ჩაქრა ახლა კარგი ხარ, რაზე გაწვალოთ მე თქვენ და მოდით პირდაპირ მოგიყვებით ახლა იმ მიზეზებს თუ რატო გაითიშა ეს დენი და რატო არ ვაკვირდებით ჩვენ ამას რა არ ვაკვირდებით იმიტომ ხალხო რომ ჩვენი აზროვნება გაგვიფანდეს დიდი ხანია
და გაფანტულები ვართ. ჩვენ ესე იგი 24 საათი მიგვაბეს ტელევიზიას ამ სოციალურ ქსელებს და რო გვეტყვიან აქეთ რაღაცა მოხდა, იქით რაღაცა მოხდა, აქეთ ეკეთური და სულ აი ამ იმებში ვართ. ორომტრიაში, ენის ხანაში, შემდეგ ტვინის ხანაში და მოკლედ მე ერთმანეთს რო უყვებით, იქაც გულებს ვიხან, მე ენას ვიფხან და ეს არის ამათი საქმე და ჩვენ კიდე ამაში ვერთობით. ამასობაში ძირითადი ნაწილი გვეპარება, რომელსაც უნდა ვუყუროთ 4 თვალი და 4 ყურით. ეს ყველას გამოგჩა. აი ახლა გეტყვით კიდე იმას, რომელსაც თელ საქართველოში არავის უთქვია თქვენთვის და არც ვერც ვერავინ ვერ მიხვდა. ყველა მიხვდა რომ ტყუილია, მაგრამ მიზეზი არ ვიცით. რის ბრალია ეს? და რა მოხდა სინამდვილეში? მოკლედ, მეგობრებო, ეხა კიდე იმას ვიტყვი, რომელსაც კიდე ბევრჯერ მithქვამს და კიდე ვერ ვაფიქსირებ. აი, როდესაც წამოიჭრა, რომ აი ეს რა ქვია, ელექტრონული ფული და ნუ მოკლედ ერთი ამბავი და წერენ მეგობრები. ეს იყო შარშან დაიწყო ეს. ბუმი იყო ასეთი. ეხლა არაბიზაციის ბუმია ბატონო. ხო, სხვადასხვა იცოდე რომ ეს ზურიების პროგრამა არის. აი ეს არაბების შემოყრა არის ზურიების პროგრამა. ამაზე ხა ცალკე უნდა ვისაუბრო, ამაზე არ მცალი ხარ. ხო, ესე იგი. და მე ვეუბნებოდი რომ ხალხო, რატო ისა რა გინდა ვერ ხვდებით ამას, რომ ნუ ერთმანეთში უგდებთ იმას. ჯო, პასპორტიდან დაწყებული ყველაფერი დაჩიპულია, დაამთავრეთ თუ გინდა იმით რა ქვია, ტელეფონით. ყველაფერი დაჩიპულია. ყველაფერი ჩვენ მიმულივართ უკვე ელექტრონზე, მაგე ხო თქვი კაცო რამდენჯერ რომ ჯო ბოლო ტელეფონს იღებენ და იმას სალაროს ადებენ, ხო? აპარატს. და იმით ვიხდი. ხო არის ელექტრონული კაცო, ეს ელექტრონული ფული გვია მაგას მე ხები კი არა გინდა ზაგვია და ჩილიკებით კი არ არის ეს სადაა. ხო? ვასე, კი. პლიუს ამას. შარშანდელიდან დაიწყო აქტიური ქმედება მსოფლიომ და განსაკუთრებით ეს გამოისახა, გეტყვით ახლა ვისთან და როგორ და რანაირად. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ჩავიდა საუდის არაბეთში. იქ მოხდა დიდი, ასე ვთქვათ, შეხვედრა. და პრინციპში დაიწყო ახალი ეპოქის დასაწყისი. ეს იყო ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლის ეტაპობრივი მეთოდი მსოფლიოსთვის. ამაში რამოდენიმე ქვეყანა იყო ჩართული, რომელმაც დაიწყეს ეს საკითხი და როდესაც ტრამპი ჯერ არ იყო მოსული პრეზიდენტად, როდესაც ტრამპი მოვიდა, მაშინ უცებ პირველივე გამოსვლაში რამოდენიმე პუნქტი ჩამოასახელა 5-6 და ერთ-ერთი იყო უმთავრესი, რომ ყველაზე დიდი ფული უნდა ჩავდოთ ამ ხელოვნურ ინტელექტში. გახსოვთ ეს? არ გახსოვთ, იმიტომ რომ გავაპარეთ ჩვენ ეს ყველაფერი. იმის შემდეგ ესე იგი, სულ ტელევიზიაში რო ვაკვირდები, ხო? აი, სხვებს დავანებოთავე. ჩვენი მინისტრი, რა ქვია, ყობახიძე, მე საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, სადაც კი მიდიან, ფინანსთა მინისტრები კიდე, სადაც კი მიდიან, უცხოეთში. ან აქეთ მოდიან. ყოველთვის ესე იგი 2-3 პუნქტ ჩამოასახელებენ მიზეზი და ერთ-ერთი არის ხელოვნური ინტელექტი. აბსოლუტურად ყოველთვის. ამას ხო ვაპარეთ, გვესმის ხალხო, მაგრამ ვაპარეთ ჩვენ ამას, ხო? კი. ეხლა მე მოვჭრი ამ სასაუბროს და პირდაპირ გადაგიყვანთ საკითხს. ბიზინა ივანიშვილი რო ჩამოვიდა მეორე თუ მესამე წელს, გახსოვთ რა თქვა მან? ქუთაისში ავაშენებ მე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს უმაღლესი დონის და ასე შემდეგ, სადაც ჩამოვიდა მთელი მსოფლიოდან სასწავლო და ერთი ამბავი. ნუ ეს ხო არ არის პატარა საქმე, ხო? მაგრამ საერთოდ რაღაც მახინატორები რაღაცას რო აკეთებენ, ზედნაშენს აკეთებენ სხვის გასაბიტურებლად და მის ქვეშ არის რაღაცა საიდუმლო.
თუმცა ეს საიდუმლოც გათქვა ბიზნესმენიშვილმა. ჩვენა გავაშენებთო ცოტა ხნის შემდეგ. კოლაიდერს CERN რო არის შვეიცარიაში, იმის ანალოგს. ცოტა პატარად, რა თქმა უნდა. ცოტა პატარას. გესმით ახლა ეს რას ნიშნავს? ხო. ეხლა პირდაპირ მივიყვანთ ჩემს სათქმელთან და მიზეზთან. თუ რატომ და როგორ გაითიშა ეს შუქი. 23 ივლისს ღამით საქართველოში იქნება შუქი. მთელ საქართველოში 23 ივლისს. 24 ივლისს მეორე დღესვე გადის 9 საათი და რაღაცა დაანგარიშებული იყო და ახლა არ მახსოვს. 9 საათი და რაღაცა და ქუთაისში იხსნება ეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. სადაც მსოფლიოდან ბევრი ხალხია მოპატიჟებული და ნუ მოკლედ ერთი ამბავი. კიდე გეუბნებთ, ეს არის ყველაფერი ზედაპირული. აქ მთავარია კოლაიდერი. გამიგეთ? და რა მოხდა ახლა სინამდვილეში? ეს კოლაიდერი რო ჩაირთოს და რომ მას მიაბან ხელოვნური ინტელექტი, ამ ხელოვნური ინტელექტი უნდა გადაიყვანო სხვა სისტემაზე. ანუ უნდა მიაბან ჩვენს სისტემას, ჩვენში არსებულ ამ ასე ვთქვათ, შუქია თუ დენია თუ რას დავარქვათ იმას. გამიგეთ, ძლიერი დენი კიდე ჭირდება და ჩართვისათვის საჭიროა გადატვირთვა. ანუ ჩვენი ადამიანების კი არა, მაგრამ იმ სისტემის რა სისტემაში ჩვენ ვართ. გესმით? ამიტომაც გამოირთო ეს დენი, ჩართეს ხელოვნური ინტელექტი. რა თქმა უნდა, მას დრო ჭირდებოდა იმის, რომ ბაზა გადაიყვანოს, ის ბაზა, რომელიც არსებობს საქართველოში, ყველანაირი ბაზა ინფორმაციული, რომ გადატვირთულიყო, ამისათვის საჭირო რა თქმა უნდა 8-9 საათი და 9 საათი და რაღაცა იყო, არ მახსოვს ახლა. ეს საჭირო იყო ამისათვის და მე მოვიდა შუქი, ჩაირთო რა თქმა უნდა. გუში თუ გუშინზე რა იყო კიდე რო გაიცია კაცო. ესეც ისევ ის პრინციპია, გამიგეთ? ისევ რაღაცი გადატვირთვა შეიძლება ნაწილი ჩატვირთვეს მაშინ და ეხლა ნაწილი მეორე კიდე. გესმით? არავითარი აქ დივერსია, მივერსია და რაღაცები და ჰაკერები არაფერი შუაში არ არის, კაცო, მასე ყოფილიყო ხელად გამოაცხადებული. გესმით? პირველი 23 ივლის რო გაითიშა და 7 და ახლა ხან გამოაცხადე და 5 დღის უკან მიზეზი თურმე ისა ზოგიერთ თავიდან ამბობდი ენგურგესი არისო და ახლა თქვენს იმერეთისის გაითიშა რაღაც ხაზი მოხდა ოგი და იმიტომ კარგით რა ახლა ხო ხედავთ რა ამ ხელად წვილია და ეს არის ელემენტარულად ის რაზედაც გადასულია უკვე მსოფლიო ქვეყნები, მსოფლიოში არსებული ქვეყნები, სახელმწიფოები. გადავიდა ყველაფერი ხელოვნური ინტელექტზე. ჯერ ჩართულია ბაზა ითვისებს თავისას, შედის ნელა ამ ხელოვნურ ინტელექტში, ამას ჩვენ ჯერ ვერ გრძნობთ, მაგრამ ცოტა ხანში ეს ყველაფერს დაეტყობა. ცუდია თუ კარგია, მომენტას კარგია, მაგრამ დრო რო გავა, მე ცუდი იქნება, ძალიან ცუდი. გამიგეთ, ეხლა ყველას ხო უხარია კაცო. ChatGPT-ს მასავქენიო და შებედიო რამალი გამიგეთ, ყველა ხო გიხარია, ხო? აი ეს არის. კაცო, არც გვინდა თითქოს და არა და კარგია, ხო? აი ეს არის ჩვენი ორღმერთიანობა. გესმით? გინდა თუ არ გინდა ეს მოდის და რო ვამბობ, არ მინდა, ის მინდა, არ მინდა, ის მინდა. არ მინდა, ის მინდა. რა იყო იქ, რა იდო? ის ვიცი, ის ვიცი. ესეთი სიტუაცია შემოგარგი, მოკლედ, ეს იყო მიზეზი მთელი ამ შუქის ჩაქრობისა. გადავედით ხელოვნურ ინტელექტზე. კიდე გეუბნები, კარგია თუ ცუდია, ამას მომავალი შეაფასოს, რო თქვა, ეს მე კი ვიცი, როგორ შეფასდება, მაგრამ როგორც გითხარი, დღეს კარგია, მაგრამ ხვალ იქნება ძალიან ცუდი. ეს არის ნამდვილი მიზეზი.
ხო, ეხლა დღეს დავდები იმ ფოტოსურათს იმ დისკისა და ძალიან გთხოვთ ვინმე გამიკითხოთ რაღაცები ხელოსნებთან, კომპიუტერშიკებთან, ვიღაცებთან, რომ იქნება და გქონდეს ვიღაცას, რომ გამოვართვა და მივიტანო ლაბორატორიაში, რომ იქნება რაღაც 50% აღდგეს. ნახოთ აბა. აბა კარგად.